მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი ნახეთ სად მოვედით. დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სოფელი. ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე და ააყვავოს ჩვენი ქვეყანა, ჯერ გადაარჩინოს და მერე ააყვავოს. ნახოთ თუ რა ყოფაშია მისი მშობლიური მხარე, ლეგენდები დადის ბევრი ამ კაცზე. შევამოწოთ ეს ლეგენდები. ჩვენ დღეს ვართ ლეგენდების შემოწმებლები. შემოვედით სოფელში ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჭორულაში ახლად გაკეთებული სახურავები აქვს სახლებს, ლამაზად გადახურული. ბატონო ბიძინა, მართალია ჩვენ მიშას სპეცდანიშნულების ტელევიზიები ვართ, მაგრამ მიკროფონმა გვიმტყუნა და აი ამ პეტლიჩით მომიწევს მუშაობა. ერთი ხომ მიკეთია და მეორე ასე უნდა მიუშვირო, ასე რომ ცუდად გვიხდის სააკაშვილი, კვაფინასე. არის სახში ვინმე? მასპინძელო? არის ვინმე? რაღაც სიურრეალისტურ კინოში ვართ. ეგეთი გზნობა მქონდა ანაკლიაში. ეხა აქამაკ. ანუ ეხა ალბათ ხალხს ნახავ ესე არ არის. ისა სტადიონი რო გაკეთეთ მიშამ სად არის? კარგი არა ხორი არის. ჭორული არა ხარ ხო? თქვენ ხო არიცით? არა, კარგი. იქით ცენტრი იქით არის? ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვედით სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გახსნილ სტადიონზე, სათამაშო მოედანზე ფეხბურთის. აი ერთადერთი მოთამაშეა მარცხენა გარემარბი ფაქიზო, ქალთა ფეხბურთის წარმომადგენელი, ხედავთ თქვენ. ეს მიშამ რო გახსნა ის სტადიონია? კი ბატონო. და სად არის მე ჟრიამული და ფეხბურთი და მთელი ამბავი? ახლა დღეს კვირაა და ის კვირა ფეხბურთის დრო. არა, ახლა მოსავლის აღება დაკავებულია ხალხი. ეხა ბიძინა მოერევა თუ მიშა? თქვენი აზრით. ჭიდაობაში? ჭიდაობაში, ხო. ფიზიკურ ჭიდაობაში? ხო. ფიზიკურ ჭიდაობაში ახლა მიშა უნდა მოერიოს, იმიტომ რომ ვარჯიშობს. და ჭკუით და გონებით და ხალხით სიყვარულით? აგი არცეც არ აგლია. არც მიშას და არც თქვენ რომელს აირჩევდით? ვის უგულშემატკივრებდით? გულშემატკივრობის რა შემთხვევაში? როცა აი ხლა რა, აი ხა ხარჩენები იქნება. დიახ. იქნება ბიძინა პრემიერად იყრის კენჭს. მიშას ეს არ უნდა აშკარად. ხო და ვის უგულშემატკივრებთ? ვისკენ ახართ? მაგაზე თავში შევიკავებდი ორივეზე მაგარჩენები. არც ერთსა და არც მეორეზე. არცეც. რატო? ამდენ საქმეს აკეთებს ეს კაცი? მე რა მაგეთებს. მაგი უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. არა, თქვენი პირადი აზრი მაინტერესებს, პირადი. ჩემი პირადი? ხო გაქვთ პირადი აზრი. კი, როგორ? მე მაგალითად მიშა არ მიყვარს. შემიძლია აი ყოველთვის ვამბობ და თქვენს გეტყვით რა. და იმაჩიან რაღაცები თავიდან სწორად დაიწყო და მე გაახუჭა ყველაფერი და ეხა ცუდისკენ მიდის საქმე. ახლა ბიძინას არ ვიცნობ, არ ვიცი რას გააკეთებს. თქვენ უკეთესად იცით. ახლა ბატონო ჩემო, სხვა სოფლის კაცი რო ირჩევდეს, სხვა რაიონის. ხო. სხვა ამბავია და ახლა ეს ორივე ერთი სოფლის კაცია და ამათთან ძნელია. ორი ერთი სოფლის კაცი როგორ არის? მიშა საქაურია. არა, და ბიძინა იყრისკენ. მიშა, ბიძინამ ხო თქვა კაცო არ იცით რომ პარტიას ვაყალიბებო. არ იცით ეგ ამბავი? მიშაც იყრისკენ. ნაციონალური მოძრაობაც ხო იქნება რა? ნაციონალური მოძრაობა მიშას პარტია და ბიძინას პარტია რომელსაც გააკეთა. ეს ორი იქნება რა. მაგრამ მიშას ხო არ არის ეგ პარტია. არა, აბა ვისია ნაციონალური მოძრაობა მიშასია. ნაციონალური მოძრაობაში მარტო მიშა ხო არ არის. ნუ მიშა მეორე მიშას არის. არა, სააკაშვილს მაჭავარიანიც არის ხო? კი. მე სააკაშვილზე გეკითხებით კაცო. მაჭავარიანზე კი არა. მე მაჭავარიანზე. ხო და აბა ეხლა ეს ყველაფერი სააკაშვილზე გადავიტანოთ. რაც გითხეთ? სააკაშვილზე? ხო, ეგ ორი ეჯახება ერთმანეთს, აბა. თავარი ეგ არის, ხო გესმით არა ხლა? მაჭავარიანი შეიძლება მაგარი კაცია. სააკაშვილის იყრისკენ ეს ახლა. სააკაშვილის პარტია იყრის და არსებობს ესეთი ეჭვი, რომ ეგ შეიძლება გახდეს პრემიერად. ამის პარტია რომელია იონაშვილი? არ ვიცი, ჯერ არ ჩამოუყალიბებია, ეხა იტყვის რომ თქვა რომ ვაყალიბებო. ოღონდ კონკრეტულად არ ვიცი ჯერ როგორია და რა. ახლა ეგრო პარტიას ჩამოაყალიბებს. მე რაც ხო შეგიძლიათ ამოხვიდე. კი, კაცო, როგორ არა? აი მე რეგეტუს. მაგი მოერევა თუ მიშა სააკაშვილი, ვინ აჯობებს? ხალხი ვის აირჩევს? ესეც კაია და ესეც კაია. ორივე კაია. რომელი ჯობია ვერ იტყვი, ხო ეგრე? ამას უპირატესობა და იმას. აი რა უპირატესობა აქვს სააკაშვილს? რომ იტყვი. სააკაშვილს უპირატესობა ის აქვს, რომ დისციპლინა აქვს. ხო, კაცრი ხელი. არის გამოხვალ. ხო. არგეშინია, სიკვდილის არგეშინია, ის არგეშინია, გძინამ თავისუფლად და დისციპლინა დაუყარა. იმას რა უპირატესობა? იმას უპირატესობა აქვს, რომ ჰუმანური კაცია. ეს არა ჰუმანურია, ხო? არა, ჰუმანური არ არის, მაგრამ ის უფრო ჰუმანურია. არა, მე ჩემი აზრით. ხო, თქვენ ის არის
ოფიციალური ხელმძღვანელი. ხო და ამას უნდა რომ გახდეს. ამას უნდა რომ გახდეს. თქვენ გეხმარებათ რამე პირადად? კი, მეხმარება, ვარ. ხო. მეხმარება, მაგას ვერ იტყვის, ენა თუ აქ ადამიანს პეში ვერ იტყვის იმას რა. თქვენ ესე იგი ორივე მოგწონთ, ხო? არა, დადებითი ამასაც ვარყოფ, დადებითი ამას კაი, ამასაც კაი აქვს. და ანუ ესე მე მაგასაც ამას ევჭი. ხო, ეგ გასაგები. თუმცა ისიც არ არის ძალიან ცუდი. ივანაშვილია თუ ივანიშვილია? ივანაშვილი. ხო? მაგრამ ახლა ეჩასოს არ აქვს მნიშვნელობა, საცა პრინციპული ხასიათი თუ აქვს მაშინ აქვს. და თუ ივანაშვილი. ხო. ეს ახლა ჰუმანური კაცი, როგორც ადამიანი ძალიან იცნობ პირადად? როგორ მე ივანაშვილი უდიდესი კაცი. შენც ივანაშვილი ხარ? ნაცავი ხარ ესე იგი? ხო, ნუ ნაცავი გამოდის. გამარჯობათ, რა არის ეს უბრალოდ მითხარით და წავალთ. არაფერი არ არის, არა, გაფრთხილდით თუ ძალიან ცუდ, გაჩერდო. ой, არ გადაგვიღოს, ნეუბნები. აი, ხო, გასაგებია. ნუ გეჩხუბე. აჰა. ნუ აკეთო რაღაც სერიოზული კიტრი მოდის, მაგარი კიტრი და პომიდორი მოდის იქ. გამარჯობათ, ეს რა შენობაა? შეიძლება? სკოლა? ძალიან მაგარი გაკეთებული სკოლა არის. ხო, თბილისიდან ჩამოვიდით ჩალო რამიშვილი მაესტროდან. გამარჯობათ. აი ხა მაინტერესებს პირდაპირ დაგისვათ. მიშა ჯობია თუ ბიზინა ივანიშვილი? ორივე კარგებია. ორივე კარგებია, მაგრამ ეხლა არჩევნები იქნება და ორივე იბრძვის საქართველოში მართლობისთვის და ჩვენი სოფლის შვილები არიან ორივე და ორივე. არა, მიშა მაჭავარიანზე არა, სააკაშვილზე გეუბნებით. სააკაშვილთან მე რა საქმე მაქვს ვიცი. არა, ნუ ხო გესმით არა? მიშა მაჭავარიანი აქაურია? მე რა სხუროს იქ. სადა აბა? აი ამ სკოლაში ისტორიაზე შესაძლოა. ხო, მაგრამ ნუ ბიზინა გაცილებით მეტი გააკეთა ვიდრე იმან. ვიდრე მაჭავარიანი. ხო. რა შეძარება. ხო, არა, რა თქმა უნდა. იმან თავის სახე გააკეთა. არა, გადაღება აქედან არ შეიძლება. შიგნით შემოსვლა არ შეიძლება, გასაგებია, ხო. მაგრამ გთხოვთ, იქნებ ვინმეს დაუკავშირდეთ და კარგი სკოლაა, ძალიან მომეწონა. ბატონი ბიზინას გაკეთებულია. და იქნებ ვაჩვენოთ როგორი სკოლაა ჭორვილაში. დირექტორის ნომერი არ ვიცი და სხვა არავინ არ არის. არა, დირექტორი ხო კვირაა და არ არის ღია. ეს თლიანად სკოლა არის, ხო, თავის მოლით და იმით. არა, საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით რა. კი, ასეა, მაგრამ დირექტორის ნომერი არ ვიცი და არა. თქვენ დაცვა ხართ? კი. და დირექტორის ნომერი არის? რამე რომ მოხდეს ვერ დაუკავშირდებით, ხო? კარგი, გენაცვალე, კარგი. რაღაცა რო გკითხოთ, რაღაც. საბიზნესო გამოჩნდებოდა ეხლა მოგიდათ ისა, ქვია, სულ და ისა. მანამდე რა შეიძლება და ჩამოსვლა. მანამდე მე ციხეში ვიჯექი. მე ვიჯექი 4 წელი ციხეში და ვერ მოვიდოდი ჭორველაში და რა ვქნა ახლა. ხო და მაგაზე უნდა გკითხოთ, შეიძლება რომ გკითხოთ. რა შეიძლება? რატო რა, თქვენი აზრი არა გაქვთ? არა, კარგით, უკაცრავად, დიდი ბოდიში. მაგრამ სკოლა მაგარია მაინც. ეს ხდება ჭორველაში. ცოტა მაღლაი. 1-2 კილომეტრის მოშორებით იმუბიდან სადაც ვიყავით, შეხედეთ რა არქიტექტურაა. ეს არის როგორც ჩვენ ვითხრეს საქორწინო დარბაზი. დღეს ქორწილი აქ არ არის. გამარჯობა. ჩავო რა ვიშვა. ვინა უგოსობა არის რა? ეს რა არის, რა შენობა გენაცვალე? ისე მითხარით, ისე. აი, არა. რა შენობა? გამარჯობათ. უი რა მოკ. არაფერი არ მოკნათ. ჭორველაში ვარ. აი ეს არის სურრეალისტური კინო. გამარჯობათ, ნახე რა მაგარია. გამარჯობათ. სად მოხდით? მითხარი დავიბერნი, გასვლა მინდა და დავიკარგე. ხო და რა არის ეს? ასე? კი, ბატონო. ეს რა შენობაა უკაცრავად? საფეხური გარეთ. ხო და არ არის, საქორწინო დარბაზია? ასე გავიდე?
ხო და არ არიან ბიჭები და რა ვქნა? ხო და როგორ გავიდე? მითხარი დავიბერი. ასე გავიდე? აი. ამაწავეთ. ეს ხდება ჭორვილაში, აი ეს. ყველას აქვს ლამაზად გადახურული სახურავი. ზოგიერთი მოსახლე არის დაძაბული, ზოგიერთი დაუძაბავია. საერთოდ საქართველოში ესეა, ზოგი დაძაბულია, ზოგი დაუძაბავია. დაძაბულების რაოდენობა მართალია მკვეთრად ამატებს დაუძაბავების რაოდენობას. მაგრამ ეს დროებითია. ჩემი აზრით. იდილიურ ხასიათზე დავდექი. იდილიურ ხასიათზე დავდექი. ცივილიზებულად ყოველფეხის ნაბიჯენ აგვის კონტეინერები. სოფელში, ჭორვილაში. ბიძინა ივანიშვილი მიკეთებს ახალ სახლს. რას იკეთებს? სახლს. აბა, ეგერას. იკეთებს ბიძინა შენს ახალ სახლს? შენ თუ შენ შობლებს? ჩვენ. ჩვენ. ყველას. რა გვარი სახარში? მაჭავარიანი. მიშა მაჭავარიანის ვინახა? ბიძაშვილი. ჩვენ მიშა მაჭავარიანი პარლამენტში ვარ. კი. კაი ბიჭია. ეს სახლი იყო და დაგინგრა და ხო. ახალ სახლს ვიკეთებ. მართლა? რატო დაგინგრა? მიწის დურას. ო. გამარჯობათ. ჭამუშაობს ჭა? არა. წყალს ვერ დაგვალევინებ? კი ბატონო. ტექნოლოგიის არანაირი კვალი არ არის, ჩამიჩუმი არის მის. წამოგორდებოდი აქ მგელოზე და შენებოდი კარგად. არჩენი სააკაშვილი, არჩენი პარლამენტის არჩევნები, რაჟე ბიძინა ივანიშვილის დაგავიწყდებოდა. ნუ აქ ამ სოფელში დაგავიწყდებოდა, მაგრამ ზოგადად კი. თქვენი სახელი? ლელა. ლელა აქ ცხოვრობ, ხო ჭორვილელი? მე რამდენი კლასში ხარ? მე 12-ში. რა უნდა გამოხვიდე, სად უნდა ჩააბარო? იურიდიულ. როგორ? იურიდიულ. ეხა მითხარი, პროკურორი უნდა გამოხვიდე თუ ადვოკატი? ადვოკატი. აბა, პროკურორი არ გამოხვიდე, გოგო. რა გვარი ხარ? მაჭავარიანი. უი, მიშასი რა ხარ ჩვენი? მამაჩასაც მიშა ქვია. მიშას შვილი ხარ, შვილი ხარ მიშას. აი მიშას ნაცავები ვართ. უი, ეს თან მქონდა, ხედავ, როგორ ვიპარებოდი. ხო, აი რა გააკეთა, კარგი სოფლისთვის, იქ. ყველაფერი რა, რაც გააკეთა. აი მაინც მართალია რომ აი 200 ლარს ურიგებს ოჯახს. მართალია, სახლები. სახლები აი პირდაპირ. სახლებს ხო იხედებით? კი, ერთნაირი სახლი, ერთნაირი კარგი სახურავები აქვს. რა თუნდა შეკითხვა, როგორ შეხედე, როგორ გაკეთებული სახლია? თან ყურმა რომელი? ჩემი სახლი ნახეთ როგორ. აი გვერდზე. აბა, ეს მის არის აგერა შენ. ეს თქვენი ძმისაა? ეს მის არის აგერა. რა, ბიზნესანა კაცი სადარი. ხო, არა. კაც დეიბა და საქართველოსთვის და კაც ხო და რა მაინტერესებს? ერისათვის და აკეთებს ყველაფერს. კი, კაც უამრავი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული. მიშა სააკაშვილი მოერევა არჩევნებში თუ ახლა მაგი არ ვიცი ვინ მეერევა, რა მეერევა, მე ერთი რაღაცა ვიცი რომ ხო. ეს კაცი ბიზინა ივანიშვილი არის კაცი, რომელიც არის სამშობლოზე თავდადებული კაცი. თქვენ სოფლელი რო არ იყოს? მაინც დაუდგები ესეთ ქველმოქმედ კაცს. ეს საუკუნე შეიძლება ერთხელ იბადება. მაგარი სკოლაა ძალიან გარედან. შიგნით ახლა მარტო ესეთი სკოლა კი არა კაცო, ყველა რაიონში სკოლებს აშენებს, ყველა სოფელში აშენებული ეს ამაზე უკეთესი კიდე რა. ეს პირველი სკოლა იყო და ახლა ნახეთ სხვა სკოლები. და ისა ეგრევე რო სტადიონი გაგიხსნეს? ვინ გაგუსა სტადიონი? და ისა იმერეთის გუბერნატორი რო იყო. მე გახსნა ახლა რაღაც გააკეთეს. არა, რამდენი ხანი აკეთებდნენ მაგ სტადიონს? რამდენი ხანი აკეთე? ისეთი შტაბეჭდილება დამჭა რომ ელოდებოდნენ იმ მომენტს, როცა ბიზინა იტყოდა არა, ხო, შანსი არის იყო მაგი ახლა. ხო, არა, ეგეთი შტაბეჭდილება დამჭა. ბაზის შტაბეჭდილება არ უნდა. ხო, არა, მე ხო გარედან უყურებ, შენ არ გადავხედეთ ახლა საკითხს ბიზნესს და უპირისპირდა სიტუაციას. არ დაუპირისპირდებიან შენი აზრით? არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა, ხო. სამა ბიზნესა იტყოდა პოლიტიკურ გაცხადებას. მანამდე აკეთეს. მანამდე გააკეთეს რა. ეს რისია? ჭაჭის არაყია, სულთა ეს არის 3 წლის რა. ის არის მუხა შენი გარეული რაღაცა და თქვენ სურობას გამომოწოს. ამ ხარესაც გამომოწოს. ამ ხარეს გამომოწოს. იმელეს გამომოწოს, ჩოვილეს გამომოწოს და ყველა ქართველს გამომოწოს. სულ მასმძლებს გამომოწოს. მე რთულია ეხლა რა თქმა უნდა ცხოვრებას. ზამთარში მაგალითად სულ არ იქნება იო. ნუ ახლა ჩვენ გვაქვს პირობები, ვინც ზამთარში არაფერი გაჭირება, წყალი გვაქვს, გაზი გვაქვს, დენი გვაქვს, ბიზნეს წყალობით და ეს ყველაფერი. ნუ გაზი მოვიყვანა, კარგი მიგვიდგა სა. გამოთვლები გვაქვს. უფასო არ არის, ხო? უფასო ახლა ვიხდით რაც გადასახდელია. გამოთვლები გვაქვს, ხელისწირელი გვაქვს და ცივი წყალი გვაქვს და სველი წერტილები გვაქვს სახლში და აი ყველაფერი რა. ქალაქის პირობებში ცხოვრობთ რა. რითი ცხოვრობთ? ანუ თქვენ მოკავთ მოსავალი და ყიდით თუ როგორ არის? ხალხი რითი ცხოვრობს? მე პირადად მუშაობ. ხალხი რითი ცხოვრობს?
სასოფლო-სამეურნეო. აი, აქ თითქმის საქმეებული ვარ ბიზნესი. ბიზნესი რაც ეს პირობა გახსნას. ქართული უპირდების საჭიროა 90% იმას ამუშავებს. და რა შენებლობები, სახლები, ბიზნეს შენებლობები ის სკოლები მაგალითად რო შენდება, საბაგო შენდება და საქმებული ვარ, სახლები რო შენდება და საქმებული ვარ, სულ ყველა ძალიან მაგარი არა. არაგის მაგარია და ბიზნეს მაგარია. კაია. ჰა? ხარ კარგად. ეხლა ძალიან მაგარია, იმასთან შედარებით კარგად ვარ, ვიდრე ვიყავ. გეტყო, ფიზიკურად კარგად გამოიყურე. კი, გაიხარე, გენაცვალე. გარეგნულად ასე გამოიყურება ბიზინა ივანიშვილის სახლის შესასვლელი. არაფრით არ არის გამორჩეული, რაც მიხვდები რომ აქ მილიარდერი ცხოვრობს, უბრალოდ აქ მანქანების კონცენტრაციაა. რა ეს არის რა? ამით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს დღევანდელ აკრედიტაციის გარეშეს. არ ვიცი ხა რამდენად მოუგებს მიშას ბიზინა ივანიშვილი. თუდად დაიწყო პირდაპირ შემიძლია თქვა იმ კონკრეტულ ნაწილს გულისხმობ, რომელიც ჩვენ გვეხებოდა ტელეკომპანიებს, მაესტროს და კავკასიას. ნუ კაი, ჩვენი ქეთო ვიტიროთ, კოტე იქით იყოს და მაესტროს რაც შეეხება. ნახოთ რა გამოუვა და რას იზავს. როგორ გაიმარჯვებს არჩევნებს. მე გემშვიდობებით ჩვენ 4 შაბათს 22 საათზე და 30 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს. ეს იყო აკრედიტაციის გარეშე. მე ვარ შალვა რამიშვილი, ჭორვილადან.